მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ფოიეში დღეს თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებლისათვის აქ წარმოდგენილი იყო მე-13-მე-16 საუკუნეების ქართული ჰერალდიკა, ორდენები, სავაჭრო რუკები, სახელმწიფო ჯილდოები და ჰერალდიკის ისტორიული წყაროები. გამოფენა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. მსგავსი სახის ღონისძიება უკვე მოეწყო აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებშიც. ეს არის ესეთი გამოფენა, რომელიც მისი მთავარი დანიშნულება და მიზანი არის გააცნოს მოსახლეობას, მოქალაქეებს თუ რა სახელმწიფო სიმბოლოები მოქმედებს ქვეყანაში. ვინაიდან ძირითადად წარმოდგენა აქვს, რომ სახელმწიფო სიმბოლოები ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დროშა და გერბი. ამ დროს ნებისმიერი სიმბოლო, რომელიც კი მოქმედებს, მაგალითად პოლიციელი, რომელსაც კი აქვს ხელზე დამაგრებული სიმბოლო, ან გულკერზე დამაგრებული, ეს უკვე სახელმწიფო სიმბოლო არის. დღეს ძალიან საინტერესო გამოფენა გააკეთა ჰერალდიკის საბჭომ ახალციხეში. ძალიან ბევრი დამთვალიერებელი მოვიდა ამ გამოფენაზე. და ძალიან კარგად განმარტეს თვითონ რა არის ჰერალდიკა, რა პრინციპები აქვს ჰერალდიკას და საიდან მოდის, რომელი საუკუნიდან, როგორი გერბები გვაქვს დღეს საქართველოში და მე მგონი ყველაში ძალიან საინტერესო იყო. აქ არის წარმოდგენილი თავისი სპეციფიკური საქართველოს სპეციფიკა, თვითონ თავისი მრავალმხრივი კულტურული მრავალფეროვნება, რუკები, აქ როგორც ვთქვათ, ამონარიდია რუკებისა სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი შავი ზღვისპირეთისა და ასე შემდეგ. ჰერალდიკა თავისთავად ცხადია, აქ არის თანრწმა ძველისა და ახლისა.